ურებას მივიღებს. ვთავთ პირდაპირ ეთერში ბატონ ნიკას, გამარჯობა ბატონ ნიკა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. Პირველ რიგში თუ შეიძლება რომ ბოდოკიას თემას შევეხოთ, ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მას ყავდა თანამძრახველები, მათ შორის მაღალჩინოსნები და მათ შორის უშუალო მისი ხელმძღვანელი. თუ შეიძლება რომ გითხრათ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს და ამ ეჭვის გამოთქმის საფუძველს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი რაც ხდება დედაქალაქის მერიაში და აღმაშფოთებელია, მაგრამ კიდევ უფრო აღმაშფოთებელია ის ფაქტი, როგორ იქცევა დედაქალაქის მერი ამ შემთხვევაში და მისი დავალებით პრესსამსახური, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ სრულ ინფორმაციას. მაგალითად, რაც შეეხება, მაგალითად, აი თუ კი ჯოკიათი დავიწყეთ ბატონი ბოდოკიათი, ვიტყვი რომ რეალურად ეს ადამიანი იყო საარჩევნო შტაბში, როდესაც იყო თვითმფრინავის არჩევნები. დიახ, არა, იყო შეხვედრების კოორდინატორი ერთ-ერთი. ეს ადამიანი იყო მეც ყავს რამდენიმეჯერ ნანახი ბატონ ნარმანიასთან ერთად, როდესაც მე მიწევდა მასთან დებატები სატელევიზიო სხვადასხვა ეთერში, მას თან ახლდა ძირითადად 3-4 ადამიანი, ერთ-ერთი იყო ბატონი მედულაშვილი, ასევე ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე და ბატონი ბოდოკია. ეს ადამიანი ბატონი ნარმანია ძალიან ახლობელი ადამიანი და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბატონმა ნარმანიამ უფრო მაღალ თანამდებობაზე ბატონი ბოდოკია ვერ დანიშნა, გახდათ ის ფაქტი, რომ იგი ნარკოდანაშაულზე იყო სამწუხაროდ გასამართლებული 2010 წელს და 1 წელი სასჯელი ჰქონდა ციხეში მოხდილი და მოერიდა და დანიშნა საშუალო გოლში ადმინისტრაციის აპარატის უფროსად, ხო? და ეს არის ერთ-ერთი ეს არის სამსახური, ზედამხედველობის სამსახური, მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომელსაც უშუალოდ კურირებს ბატონი ნარმანია. ანუ არც ერთი მისი მოადგილე, 5 მოადგილე ყავს ბატონ ნარმანიას, არ კურირებს ზედამხედველობის სამსახურს, მხოლოდ ბატონი ნარმანია კურირებს. ამიტომ მე რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გამოვიწყავ, რომ ბატონი ანუ თქვენ რისი თქმა გსურთ? თუ შეიძლება ერთადერთი სამსახურიაო, რომელსაც კურირებს ნარმანია. უფრო გაშალეთ მაშინ სტრუქტურულად არც ერთი მერის მოადგილე არ კურირებს ზედამხედველობის სამსახურს. თავიდან ბოლომდე არის ბატონი ნარმანია. უკაცრავად ნარმანია მიცოდა რაღაც გარიგების შესახებ ამას ამბობ. შეუძლებელია ბატონ ბოდოკიას ეს ყველაფერი თავის თავზე აიღო. ეხლა არის მცდელობა, რომ გადატეხონ ჯოხი ბატონ ბოდოკიას, რაც რა თქმა უნდა არის გამორიცხული. ნიკა, რა გვიკონკრეტეთ? ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ გარიგების შესახებ რის გამოც ბოდოკია დააკავეს, იცოდა ნარმანია? მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გეგი ნიჟარაძე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რომელიც არაერთ სკანდალში იყო გარღვეული და ვამხილეთ ჩვენ და ვიდეო ჩანაწერებიც არსებობს, ხო, თუ რაში იყო იგი გახვეული, იგი იყო თავიდან ბოლომდე საქმის კურსში ბატონი მედულაშვილი და ბატონი ნარმანიაც. და ამას იმედი მაქვს, რომ გამოძიება დაადგეს, მაგრამ ეხლა თუ კი ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაზე, უნდა გავავლოთ პარალელი იგივე სოფლის მეურნეობაში რა სკანდალის დატრიალდა ბატონი კირვალიძე, მინისტრი. კორუფციული სქემა, როდესაც ასე თქვა, გასაჯაროდა ბატონი კირვალიძე გადადგა, ხო, გამოძიების დასრულებამდე, ხო, მინისტრი გადადგა და ამით ამაყობდა. არა, ერთი გავასწრებ თუ შეიძლება. როგორც მინიმუმ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე არ უნდა გადადგეს გამოძიების დასრულებამდე. ან არ ერიდება კორუფციაში იყო ჩაბმული მთელი ქსელი მერის, ამას ამბობდა, ეს იცოდა თუ არა ნარმანია. თქვენ როგორ ფიქრობთ? პოლიტიკური პასუხისგებლობა, რა თქმა უნდა, თუ კი კირვალიძემ აიღო ძალიან საეჭვო საქმე. ეს გასაგებია, ბატონ ნიკა. ბრალი არც დაუმტკიცეთ, ამით კონკრეტულად რომ გაგვიშვიფროთ, ან უფრო კონკრეტულად რომ წარმოგვიდგინოთ, იმიტომ რომ ინფორმირებული ადამიანი ბრძანდებით, რა სქემაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც საუბრობთ, რომ სხვადასხვა ადამიანები იყო ჩართულნი. მერია საუბრობს იმაზე, რომ არ ეხელწიფებოდა ბატონ ჯოკიას, რომ მას ამ ინვესტორის ინტერესის ლობირება მოეხდინა, მაგრამ ეს არ არის ის არგუმენტი, რომელიც ჩვენ გვაფიქრებიეს, რომ ბატონ ბოდოკიას არ მიუძღვის ბრალი და დამოუკიდებლად დაუშვათ მოქმედება. კი ბატონო, ჩვენ რასაკვირველია ამ კითხვებს დაუშვათ ბატონ ნარმანიას. ჩემი ვარაუდი არის და სამტკიცებულებაზე დაყრდნობით, კულტურის სამინისტროს ჩართულობაც იქნებოდა აუცილებლად, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე იმ ისტორიულ უბანში მშენებლობის ნებართვა მიიღო. აქ ბატონ ბოდოკიას ჰქონდა ბატონი მარგიშვილის იმედი, ვინაიდან მარგიშვილი გახსოვთ თქვენ იყო კულტურის მინისტრის მოადგილე, რომელიც დღესაც უზარმაზარი გავლენით სარგებლობს იმ კომისიაზე, რომელიც არსებობს კულტურის სამინისტროში. ამიტომ ეხლა ბატონ ბოდოკიაზე ჯოხის გადატეხვა არის უხერხული და როგორც მინიმუმ, აი ორშაბათს ხვალვე ბატონი ნიჟარაძე და მედულაშვილი
უნდა გადადგნენ გამოძიების დასრულებად. გასაგებია, ბატონო ნიკა, თუმცა თაბუკაშვილის ქუჩის ხსენება ამ შემთხვევაში არ არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად მომგებიანი, მე ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობისთვის. ეს უბრალოდ ისე გახსენებია. არა, ერთი წუთით რა ხამიხსენეთ, გასაგებია, ძალიან ცუდი ფაქტია, რა თქმა უნდა, ეს რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო, რა შუაში იყო საერთოდ კაუტონიკო ვერ გავიგე. თაბუკაშვილი ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე ვსაუბრობთ, მაგრამ თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებელი ხალხი დღეს ცხოვრობს პირველი საშუალო სკოლის უკან აშენებულ ახალ კორპუსში. ამიტომ რო შევაჯამო ჯოკია ბოდოკიაზე, რა თქმა უნდა გამორიცხულია, რომ ჯოკია ბოდოკია დამოუკიდებლად მოქმედება. აქ არის კი ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრება. ბატონიკა, მე მინდა რომ თქვენ ისაუბროთ იმ დანამატების შესახებ, რომლის თაობაზეც იყო და შემდეგ მერია მოარყო. ჩვენ რასაკვირველია ბატონ დავით ნარმანიას კითხავთ. აი გითხარით რა ხდება, დიახ. მე არ ვსაუბრობ, მე ბრალს არავის არ უყენებ. მე ვსაუბრობ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და აი ეს მტკიცებულებები მე წარმოშობს უკვე ბრალდებებს. ხო, ფაქტების კონსტატირებას ვახდენ. ეს არის ბრძანება 2014 წლის 31 დეკემბერს, პრაქტიკულად მართლა ახალწლამდე რამდენიმე საათი ადრე მალულად გამოსა ბატონმა ნარმანიამ აი ეს ბრძანება, სადაც მხოლოდ 15 თანამშრომელს გაუზარდა 300%-ით სახელმწიფო დანამატი. და დღეს განცხადება გაავრცელეს თითქოს ერთმაგი ოდენობის ხელფასები ყოველს ეძლეოდა. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ერთმაგი ოდენობის დანამატი ეძლევა თუ არა. მხოლოდ 15 თანამშრომელი გამოარჩიეს და რა თანამშრომლები არიან? მერის მრჩევლები, ბატონი ნარმანიას მრჩევლები, რომელთაც დღეს აქვთ 1700 ლარი. 510 ლარი ჰქონდა ვიცემერი მარგიშვილის აპარატის უფროს, ხო? და 1 იანვრიდან ყოველთვიურად ეხა მიიღებს 1700-ს, ანუ 300%-ით. ასევე იგივეა ყველა მერის მოადგილის აპარატის უფროს. ანუ უახლოესი გარემოცა, მხოლოდ 15 ადამიანი. თუ კი ყველაზე საუბრობენ, რომ ყველას ერთმაგი ოდენობის დანამატი მოუმატეთ, აგე მაგალითად, ეხა საქალაქო სამსახურის განყოფილების უფროს დანამატი 400 ლარი ეძლევა და არა 1700, როგორც ეს ეძლევა ნარმანიას უახლოეს გარემოწას. ამიტომ უხერხულია, აქ საუბარი არის კონკრეტული ბრძანების შესახებ. მე ხო არ მომიწერია ამ ბრძანებაზე ხელი. 2014 წლის განმავლობაში ამ 15 ადამიანს ეძლეოდა ბევრად ნაკლები, ვიდრე 2015 წლის შემდეგ. გასაგებია ბატონიკა. რა თქმა უნდა, ეხლა გამოვა ბატონი ნარმანია და იტყვის, რომ ეს არ იყო და ისინი ამდენ იღებენ იმას. დავუშვათ კორუფციაზე იმავე მერიაში და სხვადასხვა მაღალ ჩინოსნებში თბილისის ყოფილი მერი სწორედ ამ ბრალდებებით ზის ეხლა ციხეში და სწორედ ამაზე მიდის სასამართლო. ანუ რეალურად შეიცვალა რამე არ შეცვლილა სიტუაცია მერიაში. იცით რა, მიმდინარეობს ეხლა გიგი უგულავაზე თუ გნებობთ ეხლა როგორ იყო იცით ადე თუ ჩვენ არ უნდა მათ შორის თქვენს ეხლა ორმაგი სტანდარტებით არ უნდა სარგებლობთ. მე მგონი აქ არ გვაქვს ორმაგი სტანდარტები. დიახ, არა, როდესაც გიგი უგულავაზე იტყოდნენ რომ გიგი უგულავა არის კორუმპირებული, ყველა ერთად კორუმპირებულია, კორუმპირებული საუბრობენ, ხო? და დღეს, როდესაც აი ეს ყველაფერი მოხდა და გიგი უგულავა არის ციხეში, ხო? ერთ-ერთ მთავარ მოწმეს პროკურატურა და ფინანსური პოლიცია და გუშინ იყო ამაზე ცელი სიუჟეტი, ხო? დიტო ჩხეიძეს პირდაპირ გეტყვით აკაჩავებს, რომ მან შეცვალოს მისი ასე თქვა ჩვენება და თქვას ის, რაც აწყოს პროკურატურას. მან როდესაც ამაზე თქვა უარი, მისი ცოლი დაიბარეს, დაემუქნენ, მანაც განაცხადა უარი და დავასრულებ თუ შეიძლება. და აი ამ ყველაფრის შემდეგ მისი მეუღლის მცირე სამკერვალოში შევიდა ფინანსური პოლიცია და საგადასახადო, ასე თქვათ, სამსახური. ამიტომ იმ საქმეშიც ძალიან სუსტი ბევრი კითხვის ნიშანია. გასაგებია ბატონიკა. ნახავთ უახლოეს პერიოდში თუ რა განვითარებას პოვებს ეს საქმე და მე ბოლოს მინდა დავასრულო თუ შეიძლება ერთი სიტყვით ბუკვალურად რომ თუ შეიძლება ხაზი გაუსვათ გეგი ნიჟარაძე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი რომელიც იყო კომისიის წევრი საკრებულოში და მან 3 საათით გამოკეტა ერთ-ერთი აპლიკანტი ოთახში სუსის თანამშრომელთან ერთად ვინმე არჩილ ბებიაშვილთან სუსის თანამშრომელი რომელიც არის ოდეერად გაფორმებული დედაქალაქის მერიაში და ჩართული იყო მთელი სამსახური ასევე სუსის და ეს ყველაფერი ჩვენ ვიხილეთ ჩვენ ვიხილეთ ვიდეო მტკიცებულებების სახით აი ამ ყველაფრის შემდეგ გამოვიდა ბატონი ნარმანია და თქვა რომ გეგი ნიჟარაძე და მედულაშვილი ჯერ უნდა ასრულებენ თავიანთ უფლებამოვალეობებს დიდი მადლობა ძალიან ბევრი კითხვა არის ნარმანიასთან ბატონიკა მადლობა თქვენს კითხვებსაც გადავცემთ და მე დავასრულებ რომ სამწუხარო დედაქალაქის მერიაში კიდევ ბევრი ჯოკია ბოდოკია მუშაობს ძალიან ბევრი
ერთდროს ნასამართლები პირები მუშაობენ და რაც მალე რეალურად მიხედავს დედაქალაქის მერე მისთვის უკეთესი იქნება და მე ვფიქრობ რომ ეყობა გონიერება და გადადგებს შესაბამის ნაბიჯს. დიდი მადლობა ბატონ ნიკას. ნიკა მელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.